სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, შეგეწიოთ ყველას დღევანდელი წირვის მადლი, დღევანდელი დღის წმინდანები. დღეს მინდა ვისაუბრო შობის მარხვაში ვართ და მარხვის მნიშვნელობის შესახებ, ლოცვის მნიშვნელობის შესახებ, აღსარებისა და სინანულის მნიშვნელობის შესახებ, ზიარების შესახებ, მიტევების შესახებ. ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალის სულიერი საკითხებია და მარტო ერთ-ერთ საკითხზე რო ვისაუბრო ნებისმიერზე შეიძლება ძალიან დიდი დრო დაგჭირდეს. მე ვეცდები რომ ზოგად ჭრილში მიმოვიხილო ეს ყველაფერი და რაღაც დონეზე ერთმანეთს თავისთავად უკავშირდება და ერთად განვიხილო. შობის მარხვა არის და გერ ლოცულობთ, მარხულობთ და ვედრებით უფალს რომ ჩვენს გულში, ჩვენს ოჯახებში მაცხოვარი იშვას, ჩვენი გული იყოს ბაგაუფლისა, რავალს გვითქვია ალბათ ხო თვითონ ჩვენთაგანს. და ვედრებით რომ ღმერთო გამხადე ღირსი იმისი რომ ჩემ გულში დაიბადო და შობის სიხარული განვიცადოთ ხო? მაგრამ ამისთვის თავარი არის ჩვენი მოქმედება. ჩვენ რას ვაკეთებთ? ანუ უფალი რომ დაიბადოს ჩვენში, პირველ რიგში ეს ჩვენ უნდა გვინდოდეს ერთია და მეორე ამ გვინდოდეს უნდა ახლდეს ჩვენი მოქმედება. ანუ ერთია რომ მინდა, მაგრამ მეორეა რას ვაკეთებ ამისთვის. აი რომ მინდა მაგალითად რომ უფალი დაიბადოს ჩემში, მე ამისთვის უნდა მოემზადო. ის გული ბაგად უნდა ვაქციო, სადაც უფალი მოვა და დაივანებს. ამისთვის რა არის საჭირო? როგორ უნდა ვაქციო? ანუ რაღაცა მოქმედება არის ჩემი მხრიდან საჭირო. პირველი, როდესაც ეკლესია მეუბნება რომ უნდა იმარხულო, აუცილებელია რომ მე ეკლესიას მორჩილება გამოვხატო. ანუ მე რო ვარ ქრისტიანი და ქრისტიანი მქვია და თუ მინდა, ეს საუბარი თავისთავად ქრისტიანებს ეხებათ ახლა. ყველას ცხონება უნდა ეკლესიას ღმერთს და ყველას მოუწოდებთ, მაგრამ პირველესად და ყველაზე მეტად ქრისტიანებს ეხება თავისთავად. ანუ მე თუ ვარ ქრისტიანი და მინდა ქრისტე რომ ჩემში დაიბადოს და ქრისტესმიერი სიხარული ბედნიერება ჩემში შემოვიდეს, ხო? აუცილებელია რომ ამისთვის გავიგო რა არის საჭირო. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად თქვენ სტუმარს ელოდებით, ხო? რას აკეთებთ? პირველ რიგში აკეთებთ იმას, რომ ასუფთავებთ სახლს, ეზოს, საპატიოსაცემო სტუმარი თუ არის, გაიგებთ რომ ამ სტუმარს რა უყვარს, რომ მიართვა, რომ გაახარო და პატივისცე, ხო? ეს ყველა ადამიანის ნორმალური ლოგიკური მდგომარეობა არის, ხო? ესე უნდა იყოს, რომ სტუმარი ყველას გვიყვარს და ვცდილობთ ხოლმე რომ გავახარო. ასევე ადამიანებიც ღმერთზე დიდი და ღმერთზე პატივსაცემი ვინ უნდა მივიღოთ, თუ კი უნდა იშვას ჩვენში და თუ გვინდა და უნდა გვინდოდეს, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ვასუფთავებთ ჩვენს გულს, ვასუფთავებთ ჩვენს შინაგანს და ვცდილობთ რომ უფალს რაც მოეწონება ის გავაკეთოთ. ანუ რა მოეწონება უფალს? უფალს მოეწონება ის რომ მეუბნება ეკლესია რომ იმარხულე და თვითონ ჯერ კიდევ 60-დან იწყება მარხვა. აუცილებელია რომ მეც უნდა ვიმარხულო. მარხვის მნიშვნელობის შესახებ მე არ დავიწყებ ახლა ძალიან ბევრ ლაპარაკს, უბრალოდ მინდა რომ გასაგებენაზე, უბრალო ადამიანებისთვის გასაგებენაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ისე შედარებითი ფორმით აუხსნა. ანუ როგორც გითხარით, ჯერ კიდე 60-დან იღებს სათავეს ჩემოკარგებო, ვინც არ იცის, ჯერ კიდე როდესაც არც სიკვდილი იყო შემოსული, არც ცოდვით დაცემა იყო, მარხვა დააწესა უფალმა ადამიანსა და ევასათვის, როდესაც უთხრა რომ არ ეჭამათ ნაყოფი ხისა, კეთილისა და ბოროტის მომადისა და უკვდავების ხის ნაყოფი არ ეკებათ. ეს უკვე მარხვა იყო. აი შემდეგ უკვე მარხვამ კიდევ და უფრო მეტი და მეტი დატვირთვა შეიძინა და ხედავთ ჩვენ რომ მარხულობენ დიდი დელთაურები, მარხულობენ წინასწარმეტყველები, მარხულობს თვითონ წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ყველაზე მთავარი თვითონ ქრისტე მარხულობს, ხო? და ჩვენ ვიგებთ რომ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მარხვას. და თვითონ უფალი რას ბრძანებს? უფალი ბრძანებს რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითა და მარხვით მოდგმა ესევ ეშმაკზე არის საუბარი და ეშმაკი ყველა ადამიანს გვებრძვის
და მარხვის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. ასე რომ ვინც იტყვის რომ მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ არ მარხულობ, არ შემიძლია, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზები აქვს, მიზეზები არ არსებობს, შეიძლება ადამიანს ქონდეს ფიზიკური უძლურება. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უმსუბუქებთ, ან შეიძლება რომ რაღაცა დაშვება გავაკეთოთ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რაღაცა ცოტა მსუბუქი მარხვა შეიძლება, მაგრამ მაინც იმარხულოს, ესეც შეეწირება. მაგრამ ის რომ ქრისტიანმა თქვას რომ მე მარხვა არ ჭირდება, ეს ყოლა დაუშვებელი არის, არ შეიძლება და ანუ ესეთი რაღაცა არის რომ ანუ როგორც გითხარით, სტუმარს რო ელოდებით თქო რომ მაცხოვარი უნდა იშვას შენს გულში, მოვიდეს და შენ გინდა რომ დახვდე პატივისცემა, გინდა რომ გამოხატო მის მიმართ, მაგრამ ანუ შენ თან გინდა რომ ის შემოვიდეს, რომელიც არის სიკეთის, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების წყარო, მაგრამ იმას რაც უყვარს, იმას არ აკეთებ. ანუ თუ კი იცი რომ მაგალითად უნდა მოვიდეს შენთვის საპატივისცემა სტუმარი და მაგალითად არ უყვარს იმას ისეთი დახვედრა რომ ლაფიან და არავის არ უყვარს ლაფიან და ჭუჭყიანი რო დახვდები, ხო, იგივე ოთახს დასაგვეს, გასაწმენდს რო დაახვედრებ და რასაჭმელს არ უყვარს იმას რო დაახვედრებს, ეს სტუმარი ხო გეტყვის კაცო რომ ბიჭო, რავი, კი მოვა ეხლა მოვიდა, მაგრამ მეორედ აღარ მოვა. ან საერთოდ უპატივცემულო რო იქნება, გული დასწყდება, ხო, როგორც მინდა. ასე უფლის შემთხვევაშიც, ანუ შენ თუ გინდა, ოდესაც ამბობთ რომ მე მინდა რომ უფალი იშვას ჩემში და მარტო სიტყვით თქმა რა უფალო, მოვედი ჩემთან. ეს არ კმარა. მე მიმართავ იმ საზოგადოებას, ვინც დღეს ხართ ქრისტიანები, ქვიათ მონათლულები ხართ, მაგრამ არ მარხულობთ. და რაღაცით გინდათ რომ თავი გაიმართლოთ. ან გუდელს აბრალებთ, ან რაღაცას 1000 რაღაც მიზეზი არსებობს, რომელიც არის ყოვლად გაუმართლებელი. ჩემო კარგებო. ასე რომ მარხვის მნიშვნელობა განუზომლად დიდი არის და თუ გვინდა რომ ჩვენ უფალს პატივი ვცეთ და დავხვდეთ, უმასპინძლოთ სიყვარულით, ერთ-ერთი უმთავრესი არის მარხვა, შობის მარხვა არის. ეხლა და შობის მარხვაში როგორც გითხარით უფალს ველოდებით და უნდა თუ გვინდა რომ უფალი მოვიდეს, პირველი საფეხური არის ეს რომ ასე ვთქვათ, ვიმარხულოთ. ახლა ერთი ადამიანი მეუბნება მაგალითად რომ მამაო კი მინდაო მარხვაო, მაგრამ მე ხორცის გარეშე არ შემიძლიაო და მეოთხარი რატო არ შეგიძლია მეთქი კაცო 1000 რამე არსებობს და ნუ ხორც ნუ შეჭამეთ ხო და არაო მეო ხორც რო ხედავ კბილები მიკაცკაცებსო და თვალებზე ცეცხლი მენტებაო და მეოთხარი მგელი ხო არ ახარ შედალოცილო რას ქვია კბილები გიკაცკაცებს და თვალებიდან ნაბერწკლები გწვივა კაცო სადაური ლაპარაკია ეს ანუ არ გაგებული და შეგნებული მარხვის მნიშვნელობის შესახებ. და ძალიან მოკლედ ამ თემას კიდე მინდა შევხვდეთ რომ ჩემო კარგებო, როცა მარხვა არის და არა მარხულობთ, ძალიან ხშირია ხოლმე შემთხვევები, არ გაშინოთ, მაგრამ გაფრთხილებთ, რო არ გაგაფრთხილოთ, არ შეიძლება დააკვირდით ერთ რაღაცას. მარხვაში არის ყველაზე მეტად ავარიები, მკვლელობა, თვითმკვლელობა და ესეთი საშინელებები, რომელიც არის ეშმაკის მოწყობილი პირდაპირ გეტყვით და ამის საშუალებას და უფლებას ჩვენ ვაძლევთ ჩვენ თვითონ, რადგანაც ღვთის მოცემულ ცნებას არ ვასრულებთ და არ ვმარხულობთ. ასე რომ ყველას ჯვარი წერიათ, ღმერთმა დაგიფაროთ და დაგიცოთ ამ განსასწრებისაგან, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის ხოლმე და ეხება ახალი წლის დღეებს და გაითვალისწინეთ, რომ ახალი წლის, საეკლესიო ახალი წელი ერთია, მაგრამ საერო ახალი წელის, ნუ აღნიშნავთ ყველა და ნუ ახალ დღეს, ახალს უსურვებთ. არ შეიძლება ეს წარმართობაში გადაგვეზარდოს წინასწარ გეუბნებით და შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნაც მარხვაში, ახალი წლის აღნიშვნაც, ნუ კეთილი სურვილის სურვება ადამიანს უსურვა, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ აუცილებლად ეს უნდა იყოს მარხვით, აუცილებლად ეს უნდა იყოს ქრისტიანული სულისკვეთებით გამსჭვალული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ღმერთისთვის არის მიუღებელი და არ არის მოსაწონი. ეხლა, როდესაც მარხვა არის და შენ ხაშლამის ოხშივარზე ინგალაციას იკეთებ და თან მერე ღმერთი გინდა რომ შენს გულში დაიბადოს, ეს არ შეიძლება. ამით ღმერთი კი არა ეშმაკს აძლევ უფლებას რომ მოვიდეს და მერე ცოდვაში ან განსასწრებში ჩაგაგდოს. ნუ აი ეს ძალიან მოკლედ ვეცადე რომ ამეხსნა თუ როგორ და რა გაგებით უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს, რომ აუცილებელია თუ გინდა რომ ღმერთი დაიბადოს ჩვენში, აუცილებელია რომ მარხულობთ. ეხლა ლოცვა პირველ რიგში
ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა ჩემო გარგებო. ნუ თუ გინდა რომ რაღაცა მოგეცეს, პირველ რიგში უნდა ითხოვო. მაგრამ ლოცვა არის პირველ რიგში მადლიერების გამოხატველი. ჩვენ უფალს მადლობთ, ვადიდებთ და ვევედრებთ. კაცო, უფალი ბრძანებს, ითხოვდე და მოგეცესო, ეძიებდე და ყო და ირეკდე და განგეღოსო. ანუ თუ არ ითხოვ, ღმერთმა კი იცის შენი მოსაცემელი რა არის და რა უნდა მოგცეს, მაგრამ შენ უნდა აღიარო, რომ შენ არ ახარ თვითყოფადი არსება, არ ახარ რაღაცა შენით მოვლენილი და უნდა გწამდეს, რომ ღმერთმა მოგავლინა ყოვლად სახიერმა, ყოვლად ბრძენმა და ყოვლად მოწყალე მამამ და მისი ნებითა და სურვილით ხარ ამ ქვეყნად მოვლენილი. შენი მშობლებმა ხორციელი მშობლებისგან კი მოევლინე, მაგრამ ღმერთით ახარ. და ეს რო ასე არის, მადლობდე უფალს ყველაფრისთვის, პირველ რიგში ყოველი დილა, ყოველი საღამო, ყოველი წუთი და წამი, რაც გეძლევა, მადლობდე ამ ყველაფრისთვის, ადიდებდე უფალს და ევედრებოდე იმას, რაც გინდა. იმიტომ რომ მოუკლებელი ლოცვა ვედრება და დიდება უფლისა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ეს არის გამუდმებით დადასტურება იმისა, პირველ რიგში, რომ ღმერთო, მე შენ მიყვარხარ. და მოდი მე ასე გეტყვით, აი კიდევ ვედრებას სანამ ვედრებაზე გადავალთ. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ნუ ერთმანეთის ზოგი და დედა, მამა, ძმა, ცოლი, შვილი და მეგობარია, მაგრამ გაგიგიათ, ალბათ აი მომენატრევ, კი არ გაგიგიათ, ალბათ ყველას განგვიცდეთ და განგიცდიათ, ხო? და რა საჭირო არის, თუნდაც აი მეგობრების შეკრება და თუნდაც აი ყოველ დღეც თუნდაც რო უთხრათ ერთმანეთს, მე შენ მიყვარხარ, მომენატრე, მოდი ჩაგეხუტო. ანუ ამით შენ სითბოს და სიყვარულს გამოხატო. მე მომისმენია ესეთი რაღაც უკუღმართული სწავლება, რომ რა საჭიროა ღმერთს, რა თუნდაო დიდებაო. ღმერთს კი არ უნდა დიდება, შენ თვითონ გინდა. შენ თითოეულ ჩვენთაგანს მე შენს და ნებისმიერ თქვენთაგანს ვინც მისმენთ, რომ ანუ ცოტა ესეთი პარალელი რო გავაკეთოთ ადამიანურ გასაგებ ენაზე, ანუ რატო ვეუბნებით მეგობრები ერთმანეთს, თუნდაც მომენატრე ძმაო, შენთან შეხვედრა მომენატრეო და არის ურთიერთობები, სადაც ყველაფერი ნორმალურად არის, რომ არ გწყინდება და გინდა რომ ადამიანთან ყოველდღე ურთიერთობა გქონდეს. გინდა რომ მეგობართან ყოველდღე გეგმაზომიერი ჭიქა-ჭიქას მივარტყათ და ერთმანეთს თანაზიარნი ვიყვეთ სიყვარულისა. აი პირველი ლოცვა ეგ არის, რომ ღმერთთან თანაზიარი ხარ იმ სიყვარულისა, მადლიერი ხარ, რასაც უფალი გაძლევს და მადლობ უფალს ამისთვის. გესმის? მადლობ უფალს, ადიდებ უფალს. ჩვენ ერთმანეთთან რო დავსწრებით, მეგობრები და საუბრობთ, ხო? ერთმანეთის ქებადიდება კი არაფერს გჭირდება, კაცო, მაგრამ თანაზიარობა, ერთმანეთისთვის სიყვარულის დადასტურება, მადლიერება, ხო? მადლიერება რა არის? ადამიანს რო ადამიანი რაღაცას გაუკეთებს, იმაზე უნდა იყოს მადლიერი და მით უმეტეს, აი ეს დამოკიდებულება, რომ ღმერთმა რომელსაც გაგვარჩინა და ყოველდღე 10,000 სიკეთეს და წყალობას არ გვაკლებს უფალი, ხო? აუცილებლად ჩვენ ეს უნდა გაგვაჩნდეს მის მიმართ. აი ეს არის ლოცვა პირველ რიგში, მადლიერება და გული მადლით უნდა იყოს სავსე, მადლიერებით უნდა იყოს სავსე და უფალთან ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გამოყო დრო და წუთი და წამი, როცა შენ ამბობ, რომ იცი რა, მე არ ამცალია ამისთვის. შესაბამისად მადლისგან ახარ დაცლილი და ღმერთს როგორც არ გინდა უნდოდეს ვერ მოვა შენთან, იმიტომ რომ ძირგავარდნილი სათლი ხარ, რომელშიც რაც არ გინდა მადლი ჩავიდეს, ძირი გაზდის იმას, იმიტომ რომ შენ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა და მე ერთხელ დაგიძახებ, ორჯერ, სამჯერ და 1000-ჯერ აღარ გეტყვი, იმიტომ რომ შენ თვითონ არ გინდა. დრო არ გაქვს და შენ თუ დრო არ გაქვს, აბა ღმერთი რაღაცა მოვა, რატო დაგიხმარება, რატო მოგანიჭებს სიმადლესა და წყალობას, იმიტომ რომ განაბნევ შენ. და რას ამბობს უფალი? ნუ დაუყრითო მარგალიტებს ღორებსო. ანუ ღორის საქციელი რა არის? ღორი მარგალიტს გათელავს ფეხით შედგება და ლაფში ჩაყრის და ისევ იქ იგორავებს. ამიტომ უნდა აღიაროს ადამიანმა, რომ ღორის მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, ლაფში დგომა არ უნდა უნდოდეს და აგერ ის პირველი მდგომარეობა ეგ არის მარხვას რო დაიწყებს, რომ განიწმინდოს ის ლაფი და უბედურება რაც აქვს და მადლობდეს უფალს ყველაფრისთვის. და ადიდებდეს უფალს და ევედრებოდეს. მოუკლებლად ითხოვდეთ და მოგეცემათო. პირველ რიგში ახლა რას უნდა ვითხოვდეთ? პირველ რიგში უნდა ვითხოვდეთ სულის ცხონებას. იმიტომ რომ ამასაც უფალი ბრძანებს. თავდაპირველად სასუფეველი ცათა ეძიეთო და შემდეგ ყოველი მოგეცესო თქვენ. სასუფეველი რო ვეძიოთ და მე ის ხორციელიც მოგვეცემა რაც არის, ხო? და სასუფეველის ძიება რა არის? სასუფეველის ძიება არის ისევ და ისევ ვიცხოვრობ ცნებებით, ქრისტიანული ცნებებით. ანუ
დავიცვა ის ათინცნება, რაც არის ცხრანეტარება, იგივე ახალი აღთქმის ათინცნება არის და შევასრულო, ვცდილობდე, ქრისტიანობა არის მცდელობა, როგორც გითხარით. ანუ ნიშნულობა ლოცვისაც განუზომლად დიდი ყოფილა, როგორც გითხარით, ძალიან მოკლედ, მარხვისაც და ეხა მიტევების შესახებ. მიტევებაზე სანამ გადავალთ, აუცილებელია თქვა აღსარება და ზიარება. ანუ უფალი რომ უნდა მოვიდეს ჩემთან, ეხა შობა და გაგვითენდეს და ჯერ იქამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის, მაგრამ ვინც არ მარხულობთ, მოგიწოდებთ რომ ყველა მიმარხულოთ და გადადგათ ეს ნაბიჯები, იმიტომ რომ სხვანაირად უფალი თქვენთან არ მოვა და ვერ მოვა, იმიტომ რომ საერთო არ აქვს ნათელსა და ბნელს შორის და როგორც არ გინდა უნდადეს უფალს თქვენთან მოსვლა, თუ კი გული, სული, ჩემი პირადი მიდრეკილებები ლაფიანია, ლაფში ამოთხრილია და მე ეშმაკებისკენ ვარ, ღმერთი თავისით არ მოვა ჩემთან. იმიტომ რომ შენ ეშმაკს უნდა ეცადო ქრისტიანობა მცდელობა რომ აქციო ზურგი და ღმერთისკენ მიტრიალო. აუცილებლად მოვა შემდეგ უფალი, აუცილებლად იქნება თქვენი გული ბაგა და აუცილებლად უფალი დაიბადება შემდეგ ჩვენს გულში. ანუ მომდევნო ნაბიჯი ყოფილა აღსარება, აღიარება ჩვენი ცოდვების. ანუ მე როცა დავიწყე მარხვა, დავიწყე ლოცვა, როგორც უკვე ვისაუბრე ამაზე, ახლა უკვე უნდა ვაღიარო ჩემი ცოდვები, იმიტომ რომ ცოდვილი ვარ. ცოდვილი ვარ ღმერთის წინაშე, ცოდვილი ვარ ადამიანები ერთმანეთის წინაშე, ყველანი ცოდვილები ვარ და ძალიან ბევრი დანაშაული გვაქვს. ცოდავთ სიტყვით, ფიქრით, საქმით, ჩემი ქვეყნის წინაშე რომ არ მაქვს ისეთი გულხრვალე სიყვარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი ცოდვები არის, ასე რომ ვთქვათ. და ადამიანები უნდა ცდილობდნენ, რომ ამ ცოდვებს ვაღიარებდეთ და ვცდილობდეთ ამისგან განწმენდას, ვცდილობდეთ ამისგან განთავისუფლებას, ხო? მე გამიგია კიდე ეს რაღაცა, რომ აი მე ღმერთი ხო არა ვარ, კაცო ადამიანი ვარ. ღმერთი რო არა ხარ, მადლით ღმერთი უნდა გახდე. სხვანაირად ღმერთი უნდა შეიმოსო, ქრისტიანობა მაგას ნიშნავს. ანუ თუ აღსარებით ცოდვების გაწმენდა არ მოხდა, დამიჯერეთ, რომ მაგ შემთხვევაშიც ვერ მოვა ჩვენი სანუკვარი სტუმარი, ჩვენი გულიც ბაგა არ იქნება, ვინაიდან როგორც გითხარით, სტუმარს თუ უსუფთავებთ და ახვედრებთ ბინას, დალაგებულს და დასუფთავებულს, მით უმეტეს უფალს უნდა დაუსუფთავო და დაულაგო ჩვენი გული, რომელიც სავსე არის ბოღმისგან, ღვიძლისგან, შურისგან, ერთმანეთის მტრობისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ აღსარების გარეშე წარმოუდგენელი არის უფალი არავისთან არ მივა ჩემო კარგებო, იმიტომ რომ თუ კი ადამიანის გულში არ არის პატიება, თუ კი ადამიანის გულში არ არის სინანული საკუთარი ცოდვების განცდა, ესეთ ადამიანთან უფალი ვერ მივა და არ მივა, იმიტომ რომ თავი თუ კი გონია მართალი და თუ კი გონია რომ რა ვიცი ახლა ანგელოზია უკვე და ფრთები ამოვიდა და არაფერს არ აშოვებს და ყველასთან მართალია, ესეთი ადამიანი საერთო არაფერი არ აქვს ღმერთთან, იმიტომ რომ ყველანი ცოდვილები ვართ ჩემი თანამდებობით და ყველას რაღაცა გვეშლება. და თუ კი შენ გონია რომ აღსარება არ გჭირდება, აი გამიგია მე ეგეთი რაღაცა ბევრისგან, რომ მე ღმერთიც ამწამსო, ხატიცაო, მაგრამ მღვდლების არ ამწამსო, კაცო მე არ ამჭირდება შუამავალი. ეხლა მე გეტყვით რომ ეს არის არასწორი შეხედულება, მღვდელისა კი არ უნდა იწამო, კაცო, მღვდელს უნდა მოусმინო და ის საიდუმლოებები, რომელიც ქრისტემ დაგვიარსა, მღვდლის საშუალებით ხდება, მიახლება იმასთან, ეს მე არ მომიგონია და არავის არ მოგონია. თვითონ ქრისტემ დაადგინა და დაარსა ეკლესია და იმ ეკლესიაში არსებული წესები მოციქულების მიერ, შემდეგ წმინდა მღვდელმთავრების მიერ და წმინდანების მიერ არის ჩვენამდე მოსული, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. აქედან აღსარების წესი არის უმთავრესი, ერთ-ერთი. როდესაც ხდება ცოდვების აღიარება მღვდლის წინაშე და შემდეგ კიდევ აი ამ ცოდვებზე მუშაობა, საკუთარ თავზე მუშაობა. და შემდეგ უკვე ზიარებას ბოლოს გადავალ, აქ ვიტყვი აუცილებლად მიტევების შესახებ, უმნიშვნელოვანესი არის, როდესაც ცოდვაში ვამბობთ, რომ მაგალითად აი ვერ პატიო. მით უმეტეს ყოვლა დაუშვებელია ქრისტიანს ქრისტიანი ერქვას, თუ ის არ პატიობს მეორე თავის ძმას. ყოვლა დაუშვებელია. აი ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და თუ კი მაგალითად ვიღაცა მოვიდა შენთან და გეუბნება რომ აპატიებ, შემინდა შენ ვალდებული ხარო აპატიო. იმიტომ რომ პირდაპირ წერია, მიუტევე და მოგეტევება.
ნუ განიკითხავ და არ განიკითხე. რაც არ გინდა მართალი იყო, როდესაც ადამიანი გთხოვს პატიებას, უნდა აპატიო. ძალიან ძნელია პატიება, ესეთი ადვილი და მარტივი არ არის. მარტივი კი არა, ურთულეს და ყველაზე რთული ალბათ ეგ არის. და ეხლა მოკლედ ამ თემასაც შევეხები, როგორ ხდება პატიება რა. პატიება გულში რო ადამიანს აპატიობს, ძალიან დიდი დრო ჭირდება. ბედნიერება თუ კი ადამიანი ამ წყენას მალე ივიწყებს და მალე შეუძლია ესეთი ადამიანი აქვე ცხონებულია, მე ასე ვიტყოდი რა. მაგრამ გულღრძო ადამიანი, რომელიც ამ წყენას იხოს, არის ეშმაკის საბუთარი. პირდაპირ გეტყვით. და ბევრ ზიანს აყენებს ეშმაკი ამას, ესეთ ადამიანს შემდეგ. ეხლა რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა მოვიქცეთ? როდესაც ახსარებო თქვი და ვიღაცა მაწყეინა რა. და ვერ პატიო. აი ჩვენ მაგალითად ესეთი წესი გვაქვს ჩემო კარგებო, როდესაც ვეზიარებით, მოძღვრებით კი ერთმანეთს. ჩვენ შორისაც არის წყენაც, ადამიანები ვარ ჩვეულებრივი და რო არ შეიძლება უფალი ამსროს შენ თუ საზერებლად მიდიხარო და გულში წყენა გააქო, არ შეიძლება ეგეთი შენი მსხვერპლი და ეგეთი აღსახსარება და არაფერი. თუ მეორეს არ პატიო. მიდიო და შენ ძმას შეურიგდიო და მერე ისე მოდი ჩემთანო. თუ გინდა რომ მადლი მიიღო. ხო და მაგრამ ეხლა რა ხდება? ვაწყეინე, ან იმან მაწყეინა და ვერ უპატიო. უფლება არ აგავს კიდე ერთხელ გეუბნები რომ არ აპატიო, იმიტომ რომ როდესაც ეკითხებიან უფალს რომ რამდენ გზის ვაპატიო ჩემ ძმას უფალო 7 გზისო და 7 გზის არა 70 გზის 7 გზისო. ანუ ეს სიმბოლურად არის, რა თქვა, 70 გზის 7 გზისკენ და დაუსრულებლად რო გთხოვს მაპატიე, უნდა აპატიო. სხვანაირად მაშინ არ ხარ ქრისტიანი და არ იცნობ ქრისტეს. მაგრამ არის ახლა ერთი მაგრამ, ერთია რომ სიტყვით პატიება, მეორე კიდე გულში პატიება არის. ის სიტყვით პატიებაც საქმეა. შეიძლება გულში ვერ პატიობ, მაგრამ იმაზე იმუშავე და იმაზე ვიმუშავებთ და ერთი მოგცემს ძალას რომ ვაპატიოთ. ხო და მოძღვრები მეთქი რომ გითხარით და რომ არ დამავიწყდეს, ანუ როდესაც ვეზიარებით ჩვენ გამოდივართ ხოლმე და შენდობას ვეუბნებით ერთმანეთსაც და მრევლსაც. შემინდე და მაპატიე თუ რაიმე მიწყენებია და ასევე მრევლთანაც და უფლება არ აქვს არც ერთს როგორც არ გინდა ნაწყენი იყოს რომ უთხრას რომ არ პატიო. უნდა აპატიო. თუ არა და მაშინ არ უნდა ეზიარო. იმიტომ რომ მაშინ ღვთის რისხვის თასი დაემთხვევა შენზე თუ კი არ აპატიებ. იმიტომ რომ ამას ღმერთი გეუბნება. ანუ ეს არის რაღაცა გარკვეული წესები, ნორმა, კონსტიტუცია, ასე რომ ვთქვათ, ქრისტიანობისა. რომ ერთია მე რა შემიძლია და რა არა და მეორეა რა უნდა გავაკეთო. არ შემიძლია, ვერ პატიობ, მაგრამ მაშინ ვერ მიხვალ ქრისტესთან, მაშინ ქრისტე შენში არ დაიბადება. შენი წესი და კანონი არის სხვა და ქრისტიანული წესი და კანონი, თუ ხარ ქრისტიანი, არის სხვა. ამიტომ ჩვენ უნდა დაუმორჩილოთ ჩვენი ნება, ჩვენი მე, ჩემი შემიძლია და არ შემიძლია აი იმ ქრისტიანულს, რასაც უფალი გვასწავლის. ხო? აი ეს არის სწორი და ეს არის მართალი. სხვანაირად ვერ ცხონდები. არ ჩვენ არ მოგეცემა პატიება და საჟელად გექნება ესეთი ზიარებაც. თუ არ აპატიებ. ესეც ძალიან მოკლედ ვიცადე, ეხლა კიდე ეს თემა რომ გავშალო და განვავრცო მიტევებისა და მტრის შესახებ ადამიანები ერთმანეთს ვემტერებით სამწუხაროდ და ეშმაკისგან აღზრული ადამიანები და შემდეგ ერთმანეთს ბევრ ზიანს ვაყენებთ. ეხლა აქ რა ხდება და როგორ უნდა მოიქცეთ. ეს ჩემთვის ესეთი ფორმულირება არსებობს. რომ წმინდა ფილარეტ მოსკოვილის არის თორსტები. პირადი მტერი გიყვარდეს და აპატიო ყველაფერი, სამშობლოს მტერსა ბრძოდე და ღმერთის მტერი გძაგდეს. აი ჩემთვის სამშობლოს და ღმერთის მტერი თითქმის ერთ ჭრილში გამყავს და თუ მან შენდობა არ ითხოვა ერთია და მეორე კიდევ აუცილებლად მან უნდა ანაზღაუროს ის დაუშვათ სამშობლოს რა ზიანი მიაყენა, ყენა ღმერთს რა ზიანი მიაყენა, დაუშვათ ხატი დააზიანა, ეკლესია შეურაცხო, გვაქვს ამისი ფაქტები, ხო? ისევე რაღაცა მიწა გაყიდა და სამშობლოს მტრები დამისახლა აგერ, ხო? ანუ ეგრე არ არის, რომ რა ვიცი, ვაპატიო. მაგის პატიება არ შეიძლება და ესე მარტივად არ ხდება. ის ჩემი პირადი საკუთრება არ არის. ის ჩემი წინაპრების სისხლით არის მორწყული და იმაზე სხვანაირი სამართლებრივი აღსრულება ხდება. აი მან
უნდა იყოს შეუვალი და ვარ შეუვალი და არავის პირდაპირ გეტყვით, შენდობა არ ექნება თუ იმ ზიანს არ აანაზღაურებს თავი ჩემ ქვეყანას და ღმერთის წინაშე და სიმართლის წინაშე, რასაც დააშავებს, მანამდე არაფერი არ იქნება მსგავსი, მაგრამ პირად მტერს უნდა ვაპატიო ყველაფერი და პირად იმ მტრისთვის, როგორც უფალმა თქვა, მიუტევე უფალო არაიციან რას აიქმანო. უნდა ვლოცულობდე თითოეული ჩვენთაგანი. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს და ხშირია შემთხვევები, როდესაც ლოცვის შედეგად ის პირადი მტერი მოყრად გადაქცეულა და ჩემ შემთხვევაში ყოფილასა და ჩემ რა ვიცი, ბრეულის და ბევრი ადამიანის შემთხვევაში, ვისთვისაც ეს ჩვენ მიმიცია, ბევრს ვთქვია, რომ დიახ, მამა, მე იმისთვის ლოცვა დავიწყე და ის შემოტრიალდა და ასე შემდეგ. ანუ აუცილებელია, როგორც გითხარით, ლოცვა, მარხვა, აღსარება, სინანული, რომელიცაც მე შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა მოყვეს და აუცილებელი არის, რომ ვეზიარებოდეთ. ანუ საკუთარ თავზე მუშაობით ეს ერთ-ერთი ვთქვი, მიტევება, მარხვა და ლოცვა თქო და ბევრი რამეა კიდე რაზეც სამუშაო გვაქვს და უნდა ვიმუშაოთ ამაზე აუცილებლად და განიკითხავ, არ განიკითხებ, იმიტომ რომ იმან შეიძლება კი არა და მართალი ხარ 1000%-იანი იმასთან, მაგრამ შენ თუ მიტევების უნარი არ გექნება, ანუ სხვანაირად არ ხდება. მაგრამ ეხლა რა ხდება, არის ადამიანები, რომლებიც ძალიან ძნელია იმათთან ურთიერთობა, რაღაცა გაწყეინა კი არა და ზარალი და ზიანი მოგაყენა. ხედავ რომ ის ადამიანი უკვე მეცხრედ გააკეთა ეგეთი რაღაცა. და ეხლა ბევრი დამისვოს კითხოს დარწმუნებული რომ ამავე ეს ადამიანი ისევ იგივეს აღწერს. პატიებით აპატიე, მაგრამ შანსი აღარ მისცე და შესაძლებლობა რომ ისევ ტკივილი მოგაფიროს. ანუ გარკვეული დისტანცია დაიკავე. აი ეს არის სწორი ფორმა ურთიერთობისა. ანუ მე შენ გპატიობ, უფალი ამბობს იყავით უმანკონი ვითარცა მტრედნი და მეცნიერნი ვითარცა გველი. ეს იმას ნიშნავს, რომ გონებაც მოგწვა ღმერთმა და გულიც და მე გული უნდა გავასუფთავო, იქ ადგილი არ უნდა დარჩეს პასუხისგებას და ღვარდს და ბოროტებას, მაგრამ გონებით მე შენთან დისტანციას გავაკეთებ. იმიტომ რომ შენ ისევ არ დამარტყა დანა და ისევ ტკივილი არ მომაყენო. ანუ გარკვეული რაღაცა ასეთი ფორმულირება არსებობს. ეხლა ტიბეზე რო ავდივარ და ვხედავ რომ იქ რაღაცა მორყეული საფეხურია და რამდენჯერაც დავადგი, იმდენჯერ ჩატყდა, ანუ მე ავდგები და გადავაბიჯებ იმ საფეხურს. ანუ რაღაცა როგორ გითხრათ, ცოტა ისეთი შედარება რო გავაკეთო რა, ანუ რო გზაზე რო გავივლი და რო ხედავ რომ რაღაცა ჩასავარდნი არის, ხო? იქ იმასთან, იმ ადამიანთან ერთია პატიება მტრად არ გადაეკითხო იმას და იმისთვის ლოცვა დაიწყე. და მეორეა რომ, აღარ მივცემ საშუალებას, რომ დავუშვათ მატკინოს და იქ ფეხს აღარ დავდგავ. ანუ იმას ჩემთან ესე ახლო მოსვლის საშუალებას არ მივცემ, იმიტომ რომ თუ კი ვხედავ რომ იმ მორიელის არ იყოს ზნე და აქ და ჩვეულებათა ბოროტება, მოდი აქ ილოცე, ლოცვა დაიწყე იმისთვის და შემდეგ ღმერთის მადლით შეიძლება გონებაც გაეხსნას და კეთილგონიერება მიემადლოს და რა ვიცი, შეიძლება რომ შეიცვალოს კიდევაც ესეთების ყოფილა და ადამიანები ცდილობენ, გამოსწორება ცოტა რთულია ხოლმე, მაგრამ ცდილობენ რომ აღარ გატკინონ, აღარ გაწყეინონ, ოღონდ ლოცვა დაიწყე. აი ეს არის სწორი ფორმა და სწორი მიმართულება. მაგრამ თუ არ ლოცულობ და მარტო განკითხვაში ხარ და ეს ეგეთია და ის ეგეთია, ხო? ამ შემთხვევაში შორს ახარ ქრისტესთან და ქრისტიანულ მიდგომასთან. და ყველაზე მთავარი ბოლოს ზიარების საიდუმლო. აუცილებელია რომ ვეზიარებოდეთ. აუცილებელია რომ ქრისტიანი თუ ქვია სხვანაირად ფიზიკურად კი გინდათ ბედნიერები იყოთ, მადლი იყოს თქვენზე ღვთისა, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემო კარგებო არის რა, ერთი რაღაც არის, ეს არის თუ ქრისტე არ შემოვიდა ჩვენთან, მადლი არ გვექნება და ქრისტე შემოდის ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვეზიარებით, როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს მივიახლებით და თუ არ ეზიარები, აი ღმერთიც აქ და ხატიც აქ წამს და რაღაცა, მაგრამ მარხვა არ გინდა, ლოცვა არ გინდა, მიტევება არ გინდა, აღსარების თქმა არ გინდა და სიკეთე და ზიარება არ გინდა, თავს იტყუებ და შენ ქრისტესთან არ ახარ.
აი ეს არის ქრისტიანობა. ანუ მე ესეთი ვარ და რა ვქნა, ეს გამოიცხე. მაშინ არა ხარ ქრისტიანი და შენ ცალკე რელიგიას აყალიბებ, სადღაცა ხარ ასტრალში გასული. ანუ თუ ესეთი ხარ არა, ქრისტიანი თუ ხარ, დავუსვიკითხო შენ თავს, თუ ხარ ქრისტიანი, მაშინ ქრისტიანულ ჩარჩოებში უნდა მოექცე. იმიტომ რომ ქრისტიანობას თავისი გარკვეული წესი და რიგი და ჩარჩოები აქვს. წამსი არის ქრისტიანობის კონსტიტუცია და აი ამ წესებს უნდა დაემორჩილო. ნუ ბევრისგან გამიგია, რომ მე თავისუფალი რაღაცა პირადი შეხედულებებით მრავალი ისინი აქვს, ცრუ აზრები და ცრუ სწავლებები. ასე რომ ზიარების შესახებ ზიარება უმთავრესია, რაც დაგვიარსა მაცხოვარმა მისი, როდესაც მოუძანდა თავისი პირველად მოსვლის დროს თავისი დიდებით უფალმა ყველას განგაცდებინოთ ის სიხარული და ის მადლი, რასაც ზიარების მადლი და ზიარების სიხარული ქვია. უფალმა გვითხრა, რომ ვინც ამას მიიღებს, ეს არის ხორცი ჩემთაგანი, სისხლი ჩემთაგანი და ვინც ამას დალევს და ვინც ამას შეჭამს, ის არ მოკვდება და საუკუნო სიცოცხლე ექნება. პირდაპირ ასე წერია. იოანეს სახარება მე-6 თავი 47-47 მუხლები. წაიკითხეთ და გაიაზრეთ. პირდაპირ ასე წერია. ვინც ჩემ ხორცს შეჭამს და ჩემ სისხლს დალევს, მას საუკუნო სიცოცხლე ექნება და ის არასოდეს არ მოკვდება. ანუ პირდაპირ ეგ არის ჩვენი ბედნიერების ფორმულირება და ნუ გაეძებთ ბედნიერებას ნურს კანადაში, ნურს ამერიკაში, ნურს ჩინეთში და ნურს ნურსად. მე არ გეუბნებით რომ არ წახვიდეთ, არ იმუშაოთ რა. ყველგან წადით, სადაც შეიძლება წასვლა, სადაც რითი როგორ და რანაირად რისი მოგვარება გინდათ, მოვაგვარეთ, მაგრამ უპირველესად ტაძარში მიდით, უპირველესად ეზიარეთ და უპირველესად აი ეს ყველაფერი გავიაროთ, რაც მომყევი, რაზეც ვისაუბრე, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ვერანაირი ბედნიერება ვერსად ვერ იქნება, სადაც არ გინდა წახვიდეთ, ბოლოს მაინც ეშმაკის მუჩში ხარ და იმ ყველაფერს დაკარგავ, რისთვისაც იბრძოდი. ადამიანები არიან, რა ვიცი, წასულებიც არიან და 20-30 წელია ემიგრაციაში არიან წასულები, რა ვიცი, აქაც მუშაობენ მთელი თავის ცხოვრება საქართველოში, შრომელი ხალხი ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთავარს არ აკეთებენ აი ამას, რაც ჩამოთვალე და აქედან გამომდინარე ღმერთი არ არის მაგათში. და ეს ალკე უბედურებაა. ეხლა მეძიარდით ვილაპარაკე ის ადამიანებზე, ვინც დაუშვთა, ნუ მონათრულებია, მაგრამ არაეკლესიურებია და იმათაშლა, მაგრამ სამწუხაროდ ეკლესიური ადამიანები რო ქვიათ, მედავითნების გამიგია ეგეთი, გალობლების, მეზანთლების, რომლებიც 3 თვეში ერთხელ და 4 თვეში ერთხელ და წელიწადში 3-ჯერ ეზიარებიან, ეს არის ტრაგედია საერთოდ. და ამათაც არაფერი საერთო არ აქვს. ანუ ძალიან შორს არიან ქრისტესთან, მოდი ასე ვთქვათ, უფრო ცოტა რბილად შეურბილოთ, ხო? მაგრამ თუ ადამიანი ყოველ კვირა არ ეზიარება, ყოველ კვირა უნდა ეზიარებოდა, 2 კვირაში ერთხელ მაინც და აი მაქსიმუმ 3 კვირაში ერთხელ, რომ იმ მადლს არ მოწყდე, რომელიც არის შენი მაცოცხლებელი და მაკურვებელი. თავისთავად ამ ყველაფერთან ერთად ჩემო კარგებო, უკვე ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, მიტევება, ცოდვებზე მუშაობა და უნდა შევძლოთ სიკეთის კეთება. სიკეთის კეთების გარეშეც ვერ შევალ სასუფეველში, არ არსებობს და ყოვლა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ პირდაპირ წერია მეორე მოსვლის ჟამს, როდესაც უფალი მოვა თავისი დიდებით, ეტყვის თავის მარჯვნივ დგომთ ეტყვის დააყენებს, რომ მოვედით ჩვენთან დაიკვირდეთ სასუფეველი, ვინაიდან მშვიდო და მაჭამე წყურდა და მას უჩიშელი ვიყავი და შემოსეთო. და მარცხნივ დგომთ ეტყვით წარვედით ჩემგან, არა გიცნობ თქვენ უჯულოებისა მოქმედო, ვინაიდან მშვიდო და არ მაჭამე წყურდა და არ მასვით შიშველი ვიყავი და არ შემოსდა. როდის უფალო და როდის და როგორც ერთი მცირე თანას თქვენ ძმას არ უყავით, ისე მე არ ვიყავით. ასე რომ აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის შემდეგ გვირგვინი არის სიკეთის კეთება და შემდეგ თავი და თავი ყველაფრისა, ნუ უკვე საზოგადო პრობლემა რაც ხდება ქვეყანაში, რომ გადავდივარ და ჩვენ დღეს რა რეალობაშიც ვართ, რომ აგერ არაბიზაციასთან, თურქიზაციასთან და პაკისტანიზაციასთან გვიწევს ბრძოლა და დღეს უკვე ძალიან ძიმე მდგომარეობა არის. მიგრანტების კუთხით ძალიან ბევრი მიგრანტი არის შემოსული საქართველოში და აგერ არაბული ქალაქების აშენებას გვიქადიან. ადამიანები საშინელ ცოდვებში არიან უკვე. ნუ დანარჩენ ცოდვებზე აღარ ჩამოთვლი და აღარ ვილაპარაკებ. აქედან ხდება ჩემო კარგებო, ის სამშობლოს გაყიდვა, აბორტები და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ადამიანი შორდება ღმერთს და ბოლოს უკვე ეშმაკის ხელში ხდება, ეშმაკის მუჭაში ადვილი სამართავი. და აი ამ ყველაფერზე მიდის და ამ ყველაფერს აკეთებს. და კეთილგონიერებას კარგავს, ორასლარებად სამშობლოს კიდიან და მოღალატეებს ირჩევენ და ტარს უკრავენ ის.
ასე რომ ეს ყველაფერი რო არ მოხდეს ღმერთმა რო გონება გაგვინეთოს სწორად მოვიქცეთ აგერ ეხა დღეს უკვე თითქმის ქირურგიული საცეცების ქირურგიული ოპერაციების ჩატარება გვჭირდება ჩვენი ერის სხეულზე აღმოცენებული მეტასტაზების მოსაკვეთად რომლებიც გვიყიდიან სამშობლოს და მაგათი პატიება არაფრად არ იქნება და არ ხდება სანამ არ მოსცილდებიან და სანამ ეს არ გამოსწორდება არსებული სიტუაცია ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენმა ულოცველობამ, მმარხველობამ, მოახსარებლობამ, უზიარებლობამ, ყველას. ანუ რაც ხდება დღეს ქვეყანაში, აი მე მინდა გითხრათ, რომ ყველანი ხართ და ვართ დამნაშავეები, ვინც არაეკლესიურად ვცხოვრობთ, ვისაც ქრისტიანები ქვია, ვინც მართლმადიდებლები ვართ და ამ ყველაფერს არ ვაკეთებთ. ასე რომ თუ გვინდა ჩვენი ის გარე მდგომარეობა გამოსწორდეს, რომელსაც პირდაპირაც უნდა გამოვიდეთ და ვებრძოლოთ და სიმართლეს თქვაც და აქცია იქნება თუ რა ვიცი ფიზიკური რითიც და რასაც მოითხოვს უკვე ჩართულობა იქნება ჩავერთად, იმიტომ რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, დღეს უკვე ამ ქირურგიულ ჩარევაზე ვსაუბრობ მე წესით ეს არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ თუ სწორად მოვიქცეოდით აი ცხოვრების წესით, რაზეც მე ვისაუბრე, მაგრამ დღეს ესე არის საჭირო და არც ამის ჩაურეველობა იქნება, ქრისტიან სიმართლის თქმაც უნდა შეეძლოს და მხილებაც უნდა შეეძლოს, მით უმეტეს სამშობლოს გამყიდისა და ღმერთის მტრისა, აუცილებელი ეს უნდა გავაკეთოთ, ვინც იტყვის რომ მარტო ისო რაც ჩამოთვალე, ისიც ცდება და პასუხისგებლობას თავიდან ირიდებს და ვინც მარტო ამას იტყვის, ისიც ცდება, იმიტომ რომ ამასაც ვერ გააკეთებ, სიმართლის ხარისაც ვერ დადგები, თუ იმას არ აკეთებ, რაც ის ჩამოთვალე. ანუ ორივე ერთად უნდა იყოს. ქრისტიანული ცხოვრების წესი გულისხმობს საკუთარ თავში ლოცვას, მარხვას, აღზარებას, ზიარებას, კეთილის კეთებას, მოყვასისთვის პატიებას, საკუთარ სრულყოფილებას და ამავდროულად კიდევ სიმართლის თქმა სამშობლოსა და ღმერთის სიმართლისათვის, სიყვარულისთვის, წვას და აი ამ სანთლად დანთებას შენი ქვეყნისათვის და მოყვასისათვის. მე ერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ცოტა ვრცელი საუბარი გამომივიდა, მაგრამ იმედია, რომ შევძელი თქვენთვის ძალიან მარტივად და გასაგებ ენაზე ამეხსნა, ასე რომ ვთქვათ, თუ რა რისი თქმა მინდოდა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა ჩვენს გულში იშვას მაცხოვარი და ჩვენი გულები იყოს ბაგა, როგორ გავამზადოთ. ანუ აუცილებელი ყოფილა მარხვა, აუცილებელი არის ლოცვა, აუცილებელი არის პატიება, მიტევება, ვინაიდან სინანული თუ არა გაქვს, თუ არ აპატიებ, არ შენ გეპატიება. თუ არ მარხულობ, შესაბამისად დაშმაკს ვერ განაგდებ. თუ აღსარებას არ ამბობ, სინანული არ გაქვს, ესე იგი ღმერთთან არ გინდა რომ ადგილი გავუსუფთავ უფალს. და სიკეთის კეთება აუცილებელი არის ამ ყველაფერთან ერთად და აუცილებლად თუ ამას გავაკეთებთ, ჩემო კარგებო, აუცილებლად ჩვენი გულები უკვე იქცევა ბაგად, სადაც იშვება მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ჩვენ სიკეთე გვექნება, მშვიდობა და დღეგრძელობა გვექნება და ჩვენს ერსაც უფალი გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან და ძალაც მოგვეცემა, რომ გამოვიდეთ და სიმართლეს ვთქვათ, ის სამხილებელიც ვამხილოთ, მეტასტაზიც მოვკვეთოთ და მტერსაც მტრულად დავხვდეთ იმ ქვეყნის მტერსა და ღმერთის მტერსა და პასუხი გავცეთ და მოვკითხოთ, პირად მტერზე კიდე პატიება შევძლოთ და გვიყვარდეს, იმიტომ რომ უფალი ამას გვასწავლის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეს ძალა, რათა ჩვენ თავს ვებრძოლოთ და ჩვენი გულები იქცეს ბაგად ქრისტესი, სადაც იშვება მაცხოვარი.